ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ნინო მეუნარგიასთან ერთად მოგესალმებით რადიო იმედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას მე დაგიბრუნდით მთავარი თემით სტუმართან ერთად სოსო გალუმაშვილი PR ტექნოლოგიის სატელეფონო ხაზზე რაც შეეხება საუბრის თემას 2020 წლის საარჩევნო PR კამპანიები რამდენად საინტერესო მრავალფეროვანი და დინამიურია 2020 წლის არჩევნებზე პარტიების PR კამპანიები ამაზე გვესაუბრება სოსო გალუმაშვილი მოგესალმებით ბატონო სოსო მოგესალმებით ნინო, მივესალმები რადიო მსმენელებს, ძალიან სასიაოვნოა თქვენ ეთერში ჩართვა. ასევე და უპირველეს ყოვლისა მე გისურვებ წარმატებებს და ჯანმრთელობას. ახლა რაც შეეხება ჩვენი საუბრის თემას, დავაანონსე უკვე 2020 წლის საარჩევნო კამპანიები, მართლაც საინტერესო მრავალფეროვანი დინამიურია, თუმცა თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. რა ტიპის PR კამპანიები მუშაობს ამ მომრჩეველზე პოზიტიურ, ნეგატიურ კონტექსტზე ორიენტირებული? აი ამით დავიწყოთ საუბარი. გისმენთ? მინდა გითხრათ რომ იქიდან გამომდინარე რომ შეიცვალა კონსტიტუციაში თვითონ საარჩევნო კოდექსი, საარჩევნო წესი, გაიზარდა პროპორციულის მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე უფრო მეტი პარტია მონაწილეობს, რასაკვირველია არჩევნებში, უფრო მეტ პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის საშუალება, აქედან გამომდინარე მრავალფეროვნებაც გაიზარდა თვითონ პოლიტიკური რეკლამების დინამიური გახდა, რასაკვირველია და პირდაპირ გეტყვით რომ ერთ-ერთი კრეატიული წელი იყო საარჩევნო კამპანიებისთვის წელს. განსხვავებული სხვა წლებისგან, როდესაც უფრო შეზღუდული რაოდენობის სუბიექტები მონაწილეობდნენ და მინდა გითხრათ რომ კრეატიულობაში გულისხმობ ისეთი მეთოდების, ისეთი მეთოდოლოგიების გამოყენებას, რომელიც თქვათ ადრე საქართველოს რეალობაში წინასაარჩევნო კამპანიებში არ იყო გამოყენებული. ანუ აი კონკრეტულად მეთოდოლოგიებზე რო ვისაუბროთ და უშუალოდ რით არის განსხვავებული და კრეატიული წლევანდელი კამპანია? თქვენ ახსენეთ თავიდან რომ მრავალფეროვანია. პირველ რიგში მრავალფეროვნებით რა თვითონ განსხვავებულობით. თქვათ ძალიან გამოყოფდი ძალიან საინტერესო კამპანიას, რომელიც თქვათ ჩაატარა გიორგი ვაშაძემ. ეს იყო ძალიან საინტერესო კამპანია, დინამიური. გირჩი აბსოლუტურად განსხვავებული, ხო, აი დიფერენცირებული სხვა პარტიებისგან გამორჩეული და თავისი სახასიათო ინდიკატორებით შეგვიძლია რომ გამოვყოთ. ასევე თქვათ, ასევე საინტერესო კამპანია ჩაატარა ევროპულმა საქართველომ არა თქვათ ქვეყნის მასშტაბით, არამედ კონკრეტულ სამაჟორიტარო ოლქებთან დაკავშირებით, რომელიც თქვათ ჩემთვის ადრე წარმოუდგენელი იყო ესეთი ტიპის კამპანიები საქართველოში მე მაგალითად არ მინახავს. მაგალითად აი თქვათ იგივე გასამხიარულებელი მოედნების მოწყობა, აქცენტი ბავშვებზე, რომ თქვათ მე ზემოქმედება მომხდარიყო მშობლებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე გამორჩეული იყო თქვათ იგივე მართველი პარტიის კამპანია იმით რომ იყო აბსოლუტურად მე პოზიტივზე გათვლილი, აბსოლუტურად თქვათ ნეგატივისგან დაცლილი, რაც თქვათ წინა წლებში ცოტა ჩვენ ხედავდით რომ ორივე პოზიტიური და ნეგატიური კამპანიები ფაქტობრივად ერთმანეთში გადახვართული იყო. წელს თქვათ ქართული ოცნების ხაზი ეს იყო პოზიტიური განწყობების შემოტანა, პოზიტიური და თქვათ ეს ყველაფერი აისახა თუნდაც კანდიდატების განსაკუთრებულად გამოხატვაში, ხო, ეს არ იყო რაღაცა შავ კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანები ჰალსტუხებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელსაც თქვა ჩვენ წინა წლებში ხედავდით, ეს იყო მომღიმარი კანდიდატები, რომელიც პოზიტიურ გზნობებს აღზრდავდნენ, თქვა ხან ბატონსო თქვენი საუბრიდან გამომდინარე სწორედ ეს განსხვავებულობა პოზიტიურად აისახება ხო ამ მომრჩეველზე და ძირითადად ხო ასაკოვანი ადამიანები აქტიურობენ არჩევნებზე და ანუ ეს PR კამპანიები რამდენად გათვლილი იყო მათზე? აი ძალიან კარგი კითხვა ნინო და მინდა გითხრათ რომ თქვა თუ
წინა წლებში ძირითადი აქცენტი წინასაარჩევნო კამპანიების პარტიების მხრიდან მიმართული იყო, თქვათ, ასაკოვან ადამიანებზე 50+, ჩვენ ვნახეთ, რომ კონკრეტულმა პარტიებმა უკვე სპეციალიზებული და სპეციალური დიფერენცირებული, თქვათ, იგივე საარჩევნო რგოლები მოამზადეს კონკრეტული მესიჯ ბოქსები იმ ადამიანებზე, ვინც, თქვათ, პირველად იღებს მონაწილეობას, ახალგაზრდები არიან და, თქვათ, მათზე მიმართული კამპანიები იყო. აი ამ მრავალფეროვნებაში, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, მეც ასევე შევიტანდი იმას, რომ არ მოხდა, თქვათ, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურები არიან, ანუ ამომრჩევლებისათვის, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურები არიან თვითონ საარჩევნო პროცესში და, თქვათ, იგივე არჩევნების დღეს. არამედ აქცენტი გადატანილი იყო ფაქტობრივად 18+ ყველა ფენაზე, ვინც კი საარჩევნო ასაკს მიღწეულია, იქიდან დაწყებული 18-დან ფაქტობრივად შემდეგ უკვე პენსიონერების ჩათვლით და ერთის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ არა მარტო ამომრჩეველი გაიზარდა, არამედ გაიზარდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძალიან სწორ საინტერესო მრავალფეროვან და ამავდროულად დინამიურ კამპანიებს აწყობენ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებზე, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებზე და არა მარტო, თქვათ, მხოლოდ ასაკობრივი კუთხით იქნა სამიზნე აუდიტორიები განხილული, არამედ უფრო ღრმა ჩაშლა მოხდა სტრატებში სწორედ ადამიანების ქცევებიდან, ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს, რომ პარტიების ეგრეთ წოდებული მარკეტინგული სტრატეგიებიც ზედაპირულიდან უფრო სიღრმისკენ წავიდა და ეს ჩემთვის მაგალითად, როგორც ამ სფეროს სპეციალისტისთვის, მართლა მისასალმებელია. კი ბატონო, და რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, მაინც პარტიული სიები, პიროვნებები, კამპანიები, ლიდერები, პროგრამები, რას გვეტყვით ამაზე? ესე იგი, კარგ კითხვებზე მისვამ. დიდი მადლობა. მოდი ასე ვთქვათ რა, რომ ყველაფერი ერთად რაც თქვენ ჩამოთვალეთ. ჩემთვის ეხლა ძალიან რთული იქნება, რომ გამოვყო თქვათ ფაქტორების წონები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფერი ერთად კომპლექსურად, მათ შორის ლიდერიდან დაწყებული, ლიდერის ვინაობიდან, ლიდერის ბიოგრაფიიდან დაწყებული, დასრულებული თუნდაც წარსულში გაკეთებული საქმეები და შემდეგ გაგრძელებული დაპირებების კონკრეტიკით. აი ეს ყველაფერი ქმნის იმ განწყობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის, ამა თუ იმ პარტიის ამორჩევის დროს. და სწორედაც, როდესაც ჩვენ მრავალფეროვნებაზე ვლაპარაკობთ წინასაარჩევნო კამპანიების, აი ეს მრავალფეროვნება გამოწვეულია სწორედ იმ ფაქტორების, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, წინ წამოწევისთვის. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არა მარტო ლიდერი, არამედ, თქვათ, თვითონ პარტიული სტრუქტურა, არა მარტო პარტიული სტრუქტურა, არამედ გაკეთებული საქმეების პლუს სამომავლო დაპირებები და ეს ჯამში გვაძლევს სწორედ იმ განწყობას და იმ ქცევისკენ ბიძგს, რომელსაც მერე 31 ოქტომბერს უბიძგებს ამორჩევას კონკრეტული პარტიის მიმართ გამოხატოს თავის სიმპათია და მიცეს ხმა. და ბოლოს მედიაში აქტიურობა, ცნობილი სახეების მხარდაჭერა, სოციოლოგიური კვლევების შედეგები, დაპირებები, ბანერები, პლაკატები, რა არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რაც მოსახლეობას პარტიების მიმართ ნდობას აკარგვინებს? აი ამაზეც უნდა ვისაუბროთ, რამდენად სწორედ იბრძვიან პარტიების წარმომადგენლები ნდობის მოპოვებისთვის და რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებენ ამომრჩევლები და დავასრულებთ ამით საუბარს. კი ბატონო, საბოლოო ჯამში რა ინსტრუმენტებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს ყველა ინსტრუმენტი ერთად ქმნის ისეთ განცდას, რასაც ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უკავია წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის ნდობა. რამდენად შეძლებს იმ ინსტრუმენტებით
დიახ. უახდინოს ნდობის გამოწვევა ამა თუ იმ ამომრჩეველში. და ჩვენ ხშირად აი სათხდება უნდობლობის ჩამოყალიბება, თქვენ ასე დასვით კითხვა. თუ ეს ინსტრუმენტები, ის შეწყობინებები, ის გზავნილები, რომელიც ჩამოყალიბებულია აი ამ მარკეტინგულ ველზე, ხო, მედიაში იქნება ეს თუ სხვა მატარებლებზე, რამდენად ერთმანეთთან შესაბამისობაშია და რამდენად ერთიანად მოქმედებს ერთი კონკრეტული ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე. უნდობლობას იწვევს, როდესაც აცილებულია და ეგრეთ წოდებული ბრენდის დაკარგვა ხდება ამომრჩევლის ერთიან სახეხატში. აი ამ შემთხვევაში ყალიბდება ხოლმე უნდობლობა. თავარი ამოცანა, აი თქვენ რო თქვით, რა ფაქტორები მოქმედებს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა. ის საარჩევნო პერიოდი პარტიების ერთადერთი ამოცანა აქვს შესასრულებელი ხოლმე. რამდენად შეძლებენ ნდობის მოპოვებას და სწორედ ეს მოქმედებს იმაზე, რამდენად მისცემს ესა თუ ის ამომრჩეველი კონკრეტულ პარტიას ხმას 31 ოქტომბერს. და კიდევ ბოლოს ზუსტად აი ამ მრავალფეროვანი PR კამპანიების ფონზე რამდენად აქტიური იქნება ელექტორატი? მე აი ბოლო კვლევებიდან გამომდინარე, რაც კი წავიკითხე, მოვისმინე, გავაანალიზე, ერთ-ერთი ეს რასაკვირველია, ვერ იქნება ისეთივე აქტივობით, ვერ იქნება როგორც 2012 წელს იყო, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დიდ აქტივობას უნდა ველოდეთ საარჩევნო უბნებთან და ეს ძალიან კარგია. ამით მე მგონი ევროპას უნდა ჩვენ ერთი კარგი გაკვეთილი ვაჩვენოთ, რამდენად აქტიური ამომრჩეველი ყავს. იმედია, ხვალინდელი დღე ყველაფერს გვიჩვენებს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ქავატონ ნინო. მადლობა. წარმატებებს ჯანმრთელობას გისურვებთ. სოსო გალუმაშვილი PR ტექნოლოგი იყო სტუმარი. ჩვენ ვისაუბრებთ 2020 წლის საარჩევნო PR კამპანიებზე. და ახლა რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ უკვე ჩაგვერთვება თორნიკე გურული, თეგედა მოტორსის მარკეტინგის დირექტორი. გეტყვით, რომ თეგედა მოტორსი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. მალე დაგიბრუნდებით ამ თემით. ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. რეკლამის დრო რადიო იმედზე.